ასე შინია ჩვენც გვეშინია რომ აიწიოს ასე ფოსმა და ეს ხალხის განადგურება მეტი არაფერი ხალხი ნადგურდება აწევით დოლარს დღის განმავლობაში ძალიან ბევრი შეიცვალა კურსი მატებისკენ რა თქმა უნდა ძალიან დიდი მოთხოვნა როგორც გაცვლის ასევე ყიდვის და არის ინფორმაცია რომ დოლარი ისევ მოიმატებს და არანაირი ინფორმაცია რომ დაწევისკენ წავა და საიმედებელი ამ კუთხით ჯერჯერობით არაფერი არ ყო. როცა ადამიანმა სესხი გამოიტანა კურსი 170 და დღეს უწევს უკვე 245-ში დოლარის ყიდვა, ეს დამიჯერეთ ძალიან დიდი ნერვიულობის ფონზე და ხედავთ ალბათ უკვე ფსიქიკური აშლილობა ხალხს. მე ვხვდები რომ ქალაქში ძალიან დიდი ემოციური ფონია ამ დროს. ოდის ხალხი და ითხოვს, იმიტომ რომ ეშინიათ კიდე უფრო მეტი რა გაიზარდოს ფაცი და მომატებული რო არ იყოს, კიდე რო არ მოემატოს ფასმა ამიტომ. და არის მოთხოვნა დოლარზე. უნდა ყიდვა არის მყიდველები დოლარის. მაგრამ არ შემოდის. არ ყიდიან. თვითონ კლიენტები არ ყიდიან დოლარს. ისინი ელოდებიან მომატებას და უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ ის უჩვენებიან. მაგრამ ყიდვას უნდა რომ იყიდოს, გადასახადი აქვს და იმიტომ უფრო მეტად მოვიდნენ აი მე პატრონები, ვისაც მაღაზიები არ დაქირავებული, ისინი მოვიდნენ. ეშინიათ უფრო მეტად არ გაიზარდოს ფასი და ამიტომ წინასწარ შეიძინონ და დადონეს თან ხალისთვის ჭირდება. ახლა მეც მაგალითად ვისაც უყურებ, ესენი მოვიდნენ, ვისაც დაქირავებული აქვს ეს ოთახები, აი ეს კლიენტები მოვიდა უფრო მეტად. ყველა ნერვიულობთ იმის გამო რომ ეს დოლარები რო იმიტავს ყველაფერი ცხოვრებაში იცვლება ჯერ ერთი და მე მინდოდა დოლარი გადამეყვანა ლარზე მაგრამ ისიც ვერ მოვახერხე იმიტომ რომ ძალიან მეშინია ეს იმატებს ყოველდღე დოლარი არა და უნდა გავისტუმრო ჯერ ერთიც და ვალიც უნდა გავისტუმრო ჯერ ერთი და დღეს უნდა ვიშოვო იმიტომ რომ მოიმატოს ვერ ვისტუმრებ მაგას კიდე და მაგის შიშის ქვემოთ ვარ ბაზარში რო შეხვალ ყველაფერი მომატებულია იმიტომ რომ დოლარი იმატებს ყველაფერი ეს ემატება ბაზარშიც უკმაყოფილოს პლუს მთელი მოსახლეობა გამოვთქვათ ამის გამო შიშის ქვეშ ცხოვრობთ რო გითხრათ შიშის ქვეშ ჩვენ განვადებით ქონდა გამოტანილი რაღაც ნივთი და თითქმის რამიც რამდენი გადავახდებია 3 დოლარის წაწევამ და რაღაც ეს ყველაფერი ერთად საერთო ჯამში იგივე იწვევს უკმაყოფილებას იწვევს ოჯახის უკმაყოფილებას საერთო უკმაყოფილებასაც იწვევს რა თქმა უნდა ეს და არა ვარ რა თქმა უნდა უკმაყოფილება რაც შემოდის და დოლარზე აღწევა ყველაფერი აიწევს არი რა უფასობდა რა უნდა გითხრათ მე ეს ყველასთვის ლეხისთვის და ყველასთვის ცუდია ეს დოლარი მარტო ჩვენთან კი არ არის დავარდნილი თელ სოფლიოზე დავარდნილი და ამას უნდა გამყარება მარტო ჩვენი მთავრობის ბრალი არ არის ყველგან ესე არის